საღამომშვიდობის ეთერში მთავარი 6-ზე მე ქეთი კვაჭანტირაძე ვარ. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გადამწყვეტი ბრძოლა და პროტესტი თავისუფლებისთვის დაიწყო. თბილისში საპროტესტო მსვლელობაა. მარში გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით სადგურის მოედნიდან ცოტა ხნის წინ დაიწყო. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება და 7 საათზე პარლამენტის წინ უკვე მასშტაბური აქცია დაიწყება. ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან. დეა მამისეიშვილი ჩაგვერთვება მსვლელობიდან პირდაპირ ეთერში გისმენდეა. მსვლელობა განახლდა ჩვენ ისევ მივემართებით დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ, სადაც უკვე სცენის მოწყობა დასრულებულია, ტექნიკური სამუშაოებიც უკვე მორჩა და ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ 7 საათზე დაიწყოს დიდი აქცია, სადაც ოპოზიცია მიმართავს ქართველ ხალხს თუ როგორი იქნება მომდევნო დღეების განრიგი. ჩვენ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ამას ლიდერები გვეუბნებიან, რომ რასაკვირველი ექნება პროტესტი, მათ შორის მსვლელობები, აქციები, თუმცა მხოლოდ ეს არ არის გეგმა. ასევე ოპოზიცია მუშაობს მტკიცებულებების შეგროვების ნაწილზე და რაც არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ გეგმის, ეს არის ძალიან აქტიური მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან. სხვათა შორის იმ დასავლურ ქვეყნებზეა საუბარი, რომლებიც არ აღიარებენ ქართული ოცნების არჩევნების შედეგს და ფიქრობენ, რომ არალეგიტიმურია საქართველოში ხელისუფლება, ანუ ბიძინა ივანიშვილი არის თვითმარქვია. ირაკლი კუპრაძე არის ახლა ჩემთან ერთად, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ირაკლი, ძალიან მალე მივალთ რუსთაველის გამზირზე, მაინც მთავარი მოლოდინი ის არის, რა ითქმება დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილი მოსახლეობისთვის. ოპოზიცია ვიცით, რომ საკოორდინაციო შტაბის ფორმატში ყოველდღიურად იკრიბებით და საუბრობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე კონსენსუსი, ოპოზიცია ერთიანია, საპროტესტო მარშრუტიც ერთიანია და არავინ გადაუხვევს ამ გზიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად საქართველოში მთელი ოპოზიცია არის შეთანხმებული იმაზე, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევნების უფლება საერთოდ და შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტში არაპირებს შესვლას ოპოზიციას და არაპირებს, რომ ლეგიტიმაცია მისცეს რუსულ გაყალბებულ პარლამენტს და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ის იმდენად FSB-ს მეთოდებით მოძრაობს, მოქმედებს, რომ მისი დამარცხება ამ კონკრეტული არჩევნების გზით იყო შეუძლებელი. ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ქუჩაში, ხალხის წინაშე, ხალხის წინააღმდეგ მას არ შესწევს არანაირი ძალა, არანაირი ძალის ხმევა, რომ ამ ტალღას გაუძლოს, რაც იქნება დღეს რუსთაველზე და არაპირებს არც ოპოზიცია და არც პოლიტიკოსები, რომ საუბრობდით პროტესტის დეცენტრალიზაციაზე, მათ შორის რომ დედაქალაქი არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ეპიცენტრი. დედაქალაქი იქნება ერთ-ერთი მთავარი ფუძე, სადაც პროტესტი ბუნებრივად არის მომწიფებული და საზოგადოება პირიქით თხოვს ოპოზიციას, რომ სწრაფად დაანონსდეს უწყვეტი აქციები, რაც იქნება მსვლელობებით, მათ შორის პიკეტირებებით, მათ შორის ბლოკირებებით. ჩვენ არ მოვერიდებით ამ ქვეყანაში ჩვენი უფლებების დაცვას. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ქვეყანა ედოს ჯიბეში ირაკლი კობახიძეს და ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუკას ოფიციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. ამ ხალხს ეს ქვეყანა ვერ დარჩება ვერანაირ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ხელისუფლების დათმობა ან ნებით, ან ძალით. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი. ირაკლი პავლენიშვილს უსმენ და ვიდრე გავაგრძელებ საუბარს მე პოლიტიკოსებთან, წინა მხარესაც არის ხალხის ნაკადი, მინდა ესეც გიჩვენოთ. რასაკვირველია, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან აქ მოსული ადამიანები, რომლებიც უერთდებიან არა პოლიტიკოსების პროტესტს, არამედ ეროვნულ პროტესტს, იმიტომ რომ ხელახალი არჩევნები ახლა არის ეროვნული მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ახლა უკვე დავიწყოთ საუბარი ირაკლი პავლენიშვილთან, ის არის ჩვენთან ერთად. ირაკლი, პირველ რიგში როგორია განწყობა, იმიტომ რომ ყველა თანხმდება, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დაიხიოს უკან, ახლა იძულება არის მთავარი იარაღი და მნიშვნელოვანია რა ფორმები იქნება შერჩეული უკვე ოპოზიციის მხრიდან იმისთვის, რომ ხელისუფლება მიხვდეს, რომ მას აღარ დაედგომება იმ ქვეყანაში, სადაც ხალხს ის არ აურჩევია.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მორალური პროცესობა რა თქმა უნდა ისედაც იყო იმ ხალხის ხარეს, რომელიც არც ბოდიში უხდის ოკუპანტს და რომელიც არც კორუფციაში იხშობა და არც კრემლისგან იღებს ინსტრუქციებს, თუმცა ეხლა ეს მორალური პროცესობა იმდენად ძლიერია, რომ თუ ნახეთ ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ვერს აღანიშნა ეს გამარჯვება, იმიტომ რომ მათ მოიტაცეს კი გააყალბეს საჩვენებ როგორც ოციოჩი, არამედ სპეცოპერაცია ჩაატარეს და თვითონ ნახეს კარგად რომ საერთოდ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და აბსოლუტურ უმრავლესობის ხმების მიღება მოუწია დაშინებით, მოსყიდვით და სუსისა და ზონდერ ჯგუფების გამოყენებით. და იმ რაღაც კრემლის აგენტურის ჩამოყვანით და ადგილზე მათ მიერ მართული პროცესი ჩვენ ნახეთ, ხო? ცნობილი ადამიანი, რომელიც ამერიკის არჩევნებში ჩაერია და ამის გამო იძებნება დასავლეთის მიერ. ამიტომაც ჩვენ საქმე გვაქვს მიტაცებულად შევთაგერა რუსულ სპეცოპერაციასთან. ჩვენ ძალაუფლება წაგვართ, იცით რა წაგვართ, ეს რაც ჩვენმა წინაპრებმა 99 წლის 9 აპრილს თავის სისხლით მოიპოვეს, რომ 90 წელს ჩაატარეს მრავალპარტიული არჩევნები და კომუნისტებმა თავისნებით კი არ ჩაატარეს. ჩაატარეს იმის გამო, რომ თამარჭოველზე თავი გაწერა, გიორგი ჯანგირაშვილმა თავი გაწერა და ეხლა ეს წაგვართოს. ამიტომაც ჩვენ ერთადერთი გზა დაგვჭირ, როცა არჩევნებს გვიუქმებენ, ის ხელისუფლება თუ არჩევნებს თუ ერისუფლება, იცვლება ქუჩით და იცვლება ეროვნული წინააღმდეგობით და ის რაც ჩვენ 9 აპრილს მოვიპოვეთ, ის რაც 23 ნოემბერს მოვიპოვეთ, ანუ ორი უნიშნულოვანესი რა. ერთი ეს არის თავისუფლება და მეორე ეს არის ევროპისადმი გარდაუვალი, ასე ვთქვათ, ინტეგრაციის პროცესი და ინსტიტუციების შენებლობა. აი ეს ყველაფერი წაგვერთვა, ოღონდ არ წაგვერთვა არჩევნებით, ქართულმა ხალხმა ეს არ აირჩია. ამიტომაც ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქუჩით, ეროვნული წინააღმდეგობით და აქ პოლიტიკოსებს რა თქმა უნდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ როდესაც ქვეყანას გართმევენ, ყველა უნდა გამოვიდეს კომფორტ ზონიდან, მარტო აქტივისტები და პოლიტიკოსები არა, ყველა უნდა გამოვიდეს და როგორც ეროვნულმა პროტესტმა მოგვიტანა ის მონაგარი რაც გვაქვს, ისე უნდა მოიტანოს ეროვნულმა პროტესტმა ეს დიდი გამარჯვება და მე ერთსაც ვიტყვი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თაობა, რომელმაც ყველაზე დიდი შეცდომა და ყველაზე დიდი მარცხი გაიცადა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ თაობა, რომელმაც ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. ამიტომაც არჩევანი არის მარტივი, უნდა ვიბრძოლოთ რომ გავიმარჯვოთ და მერე გამარჯვების მერე ვიქნებით თავისუფლები. დიდი მადლობა ირაკლი, ჩვენ ირაკლი ფავლენიშვილს ვუსმენდით პირდაპირ ეთერში. ახლა ევროკავშირის ჰიმნს უსმენენ აქ შეკრებილები, იქამდე იყო საქართველოს ჰიმნი. მე ვხედავ პოლიტიკოსებს, მათ შორის სალომე სამადაშვილს ვხედავ ახლა. სალომე, მოგესალმებით. საქართველოს ჰიმნი ახლა უკვე ევროკავშირის ჰიმნი სრულდება. აქ რა არის მთავარი, რაც უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შემართების შესახებ? ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ქვეყანა. ქართულმა ხალხმა აი ეს ხალხი აირჩია ქვეყნის სამართავად და ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას რუსეთს და მათ წარმომადგენლებს ქართული ოცნების სახით, რომ მოპაროს ქართულ ხალხს ევროპული მომავალი, წაართვას ის ფუნდამენტური უფლება, რაზეც ყველაფერი სხვა დგას დემოკრატიაში, რომ ხალხმა აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც სურს. და ის რაც მოხდა, ეს არ არის უბრალოდ გაყალბება, ეს არის სპეცოპერაცია ქართული ხალხის მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხალხმა მსოფლიოს და პირველ რიგში ევროპას აჩვენოს, რომ ჩვენთვის მიუღებელია ახალი რუსული სტატუს-კვო, რომელიც ივანიშვილმა შექმნა ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ ყოველ დღე და ჩვენ ამის პარალელურად ვნახავთ, რომ რაც უფრო მეც ვიბრძოლებთ, ჩვენ ქართველი ხალხი უფრო დიდი ზეწოლა იქნება ივანიშვილზე დასავლეთიდან. ამიტომ ეს იქნება უწყვეტი ბრძოლა საქართველოში 1921 წელი არ განმეორდება, იმიტომ რომ რუსეთი ამჯერზე ტანკებით არ შემოვიდა და საარჩევნო ბიულეტენებით გაყალბებული არჩევნებით შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ახლა ვიცავთ, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ დამპყრობელი მტვრისგან. ძალიან დიდი მადლობა. გიგი წერეთელს ვხედავ აქ. ვიბრძოლებთ, ეს გასაგებია, ეს კითხვამ აქამდეც როგორ მიდის ოპოზიცია მიღებული გამარჯვების გაფორმებამდე. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი გზა, ეს არ არის ხანმოკლე გზა, მაგრამ არის ძალიან დიდი ენერგია და ამ ენერგიას ჩვენ ყველას გვაძლევს ჩვენი საზოგადოება, რომელიც არ ეგუება და არ შეეგუება არჩევანის წარდგებას, არ შეეგუება მომავლისთვის ხაზის გადასმას. აქ არ არის იმაზე, ვინ გაუძლებს და ვინ არა. ყველა გაუძლებს, ყველა იბრძოლებს, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც მოხდა ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ, ეს მოხდა სწორედ აი ამ ძალიან დიდი მიზნის
შეჩერება, არჩევნების მიტაცება და ჩვენი ადამიანებისთვის მართლა ძალიან დიდი შეურაცხყოფის მიხენება ყველასთვის, ვინც ხმამიცა სხვა გზას საქართველოსთვის, სხვა მომავალს, ევროპულ მომავალს და მას გამოუცხადეს და უცხადებენ, რომ ეს ასე არ ყოფილა. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ამ მძიმე ამბავს პასუხობს ძალიან დიდი პროტესტი ჩვენი საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთიანობა, რომელიც დღეს გვაქვს, არა მარტო არჩევნებამ და ახლა უფრო დიდია ეს ერთიანობა, იმიტომ რომ დიდია პროტესტი და მე დარწმუნებული ვარ, ამას ხედავს საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ იმ რეაქციებს, რომელიც არის და ეს არის სწორედ ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მისი მომავლის მხარდაჭერა და ამ ბრძოლის შეჩერება არ შეიძლება და არც მოხდება. დიდი მადლობა გიგი წერეთელს უსმენთ პირდაპირ ეთერში. მე ვემართებით დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ პერიოდულად თქვენ გესმით აქ სიტყვით მიმართვები, პოლიტიკოსები და მათ შორის ხალხი მიმართავს ერთმანეთს, ამხნევებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ წინ არის ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ, იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც დამარცხდა არჩევნებში, მაგრამ ეს მარცხი რატომღაც გამარჯვებად გააფორმა. თუმცა ასეთია ქართული ოცნების ბუნება. ანა გოგოლაძესთან გავაგრძელებ ახლა საუბარს კოალიცია ცვლილებისთვის ამ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. ანა, რას ეთყოდით ხალხს? რას ეთქვით მათ შორის დღეს ხალხს, რომელიც შეიკრიბება რუსთაველის მთავარგამზირზე და რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მათ შორის სიმრავლე? კი ბატონო, ეხლა ბოლოში ახსენეთდია, რომ მარცხი გამარჯვებად გააფორმაო და ეს ფსევდო გამარჯვება, რომელიც ვიცით, რომ უბრალოდ მიტაცებული არის ქვეყანა ამ არჩევნების სახით, მიულოცა ქართულ ოცნებას მხოლოდ რუსეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ევროპამ, ამერიკამ, არც ერთმა ცივილურმა სამყარომ, ცივილური სამყაროს წარმომადგენელმა არ აღიარა ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მათ შორის აქ ჩამოვიდა მარტო ორბანი და ორბანსაც უთხრა ევროკავშირმა, რომ შენ არ წარმოგვადგენ ჩვენ მატჩას. ზუსტად და ეს უკვე მოწმობს იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება დაკარგა და ქართულმა ხალხმა ეს ყველაზე კარგად იცის. ამიტომ ჩვენ დღეიდან ვიწყებთ უწყვეტ რეჟიმში აქციებს იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ის გამარჯვება და ქვეყანა დაუბრუნოთ ხალხს და დაუბრუნოთ ევროპულ განვითარებას, რომელზეც არჩევანი ქართულმა ხალხმა 26 ოქტომბერს გააკეთა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, იმიტომ რომ დამტკიცდა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული მართლობა დიდი ხანი აღარ არის გაბატონებული ავტორიტარიზმი და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ვირჩევთ არჩევნების გზით. ისინი უბრალოდ უნდა გაუშვათ ხელისუფლებიდან და გაშვება ამ შემთხვევაში უნდა მოქცეს ქუჩის უწყვეტი აქციებით. ჩვენ ხალხი, ოპოზიციური პარტიები ვართ ერთად, მტკიცეთ, მთავარია ვიყოთ ბევრნი და ვიყოთ რუტინაში და შესაბამისად ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში იქნება ძალიან ძლიერი. ძალიან დიდი მადლობა ანა, ჩვენ ანა გოგოლაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. სრულობა გრძელდება და მე თან გიჩვენებთ საუბრის პარალელურად თუ რა ხდება აქ. მარჯანიშვილს მიუყვება ახლა ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად და ამ საპროტესტო მარშს აქვს მათ შორის მუსიკალური გაფორმება. ხედავთ, ახალგაზრდებიც არიან აქ. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით. საბოლოო დანიშნულების ადგილი არის დედაქალაქის პარლამენტი, სადაც მოქალაქეები პრინციპში უკვე მალე დაიწყებენ შეკრებას, იმიტომ რომ იქ აქცია უნდა დაიწყოს 7 საათზე. შესაძლოა ცოტა დაგვიანებით, მაგრამ დაანონსებულია, რომ 7 საათზე დაიწყება მიტინგი და ელოდებიან 7 საათზე სწორედ დედაქალაქის მთავარგამზირზე მოქალაქეებს. ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ვითხოვთ ახალ არჩევნებს, გესმით თქვენ მოწოდებები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ხედავთ აქ. ლაშა ფარულავა არის ჩემთან ერთად. მოდით მას გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. მოუწოდებენ თან აქ აქციის მონაწილეები, თანამოქალაქეს პერიოდულად რომ შემოუერთდნენ. ლაშა, რა გზავნილი გაქვს ქართული ოცნებისთვის? რა გზავნილი გაქვს ქართული ოცნებისთვის? რეალურად ძალიან მარტივი მოცემულობაა. ივანიშვილმა დემოკრატია ქვეყანაში გააუქმა, აღარ არსებობს მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანები, პოლიტიკური პარტიები. რუსული კანონით აღარ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, დარჩით თქვენ მედია. ახლა ჩვენ მედიასთან ერთად ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ ქუჩაში და უნდა დავიბრუნოთ დემოკრატია, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები და ეს რუსები უნდა გავყაროთ.
და რას ნიშნავს გავყაროთ? ნიშნავს პირდაპირი გაგებით. უნდა ვიბრძოლოთ ქუჩაში, უკან არ უნდა დავიხეოთ, იმიტომ რომ დასახევიც უკან აღარაფერი აღარ არის. ამიტომ ძალა არის ერთობაში. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ. ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედია და ყველა თანამოქალაქეებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა არის ჩვენი. ამ ბრძოლას არ აქვს პარტიული ჩარჩოები და ერთად უნდა გავიმარჯვოთ. მე დარწმუნებული ვარ, ქართულ ხალხს არა ერთიანობით უთქვას გადამწყვეტი სიტყვა და ახალაც ჩვენ ყველანი ერთად ვითქვით გადამწყვეტ სიტყვას რუსთაველის მოედანს. დიდი მადლობა ლაშაფარულოვას უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში. ჩვენ მსვლელობა გრძელდება. აი ახლა მაგალითად ხედავ ეკა ხერხეულიძეს და მოდით მასთან გავაგრძელოთ საუბარი. ეკა მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ეკა, საქართველოს ყავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც პუტინის მსგავსად არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მას აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არ აქვს მხარდაჭერა. რა ფინალი შეიძლება ქონდეს ასეთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას? ხელისუფლების პოზიცია, პუტინის პოზიციაც ნახეთ რომ დღეს არის თანხმდროში, მაგრამ ამას არ აქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან თანადგომა მათ სოლიდარობას არ უცხადებენ ამ პოზიციაში და რა თქმა უნდა ისინი ჩვენი მეკავშირეები არიან, ხალხის მოკავშირეები არიან. ამიტომ ლეგიტიმაცია აქვს მთავარი დია ხალხის სოლიდარობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია ხალხისგან და რაღაც მანიპულაციები ცდილობენ, რომ იმ სავარძლებს მოეჭიდონ, რომელსაც მე მგონი ძალა აღარ აქვს. დიახ, ისინი თვლიან, რომ მათ მოიგეს, მათ თვლიან, რომ ყოველი მეორე არის ქართული ოცნების ხარდაჭერი, ბრძოლა გრძელდება. აუცილებლად ახალგაზრდები გავაკეთებთ ისე, რომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ეს ბიძინა ივანიშვილი და მისი 80 ტიტუშკა მონა ვინც უდევს პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმური არაფერს არ ნიშნავს რა. ამიტომ თავარი ძალა არის, რომ ოპოზიცია მოიმარჯვოს ის ძალა რო არ შევიდეს პარლამენტში და უარყოს პარლამენტი და ხალხი თავისი ნებით არჩევნებში, რომელიც გონია რომ ჩვენ მოვიპოვეთ მაგ არჩევნებს, რაც მალე იქნება და საერთაშორისო მეგობრები ჩაატარებენ და არა CSKO, რომელიც ისევ რო ჩაატაროს გააყალბებს, ამიტომ ისევ დამოუკიდებლად ევროპულად ჩვენ გავუშვებთ ქართულ ოცნებას მოსკოვში. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა დათას. მე იქამდე გეუბნებოდით, რომ სავარაუდოდ უკვე მალე დასრულდება მსვლელობა, იმიტომ რომ არც ისე შორს ვართ უკვე რუსთაველის გამზირისგან. მე ვეცდები ახლა, რომ ამ მსვლელობის სათავეში ჩავდგე, რომ უკეთ გაჩვენოთ. ახლა ჩვენ გადავადგილდებით მარჯანიშვილზე და პერიოდულად გესმით, რომ არის აქ სიტყვით გამოსვლები, ერთმანეთს მიმართავენ აქ აქციის მონაწილეები იქამდე, ვიდრე დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადაინაცვლებს აქციაც და მთავარი სათქმელიც. იმის თქმა რაც ახლა დადასტურებით შეიძლება, ოპოზიცია შეუვალია და ძალიან ცხადია საკუთარ მთავარ განაცხადში, რომ არ აღიარებენ იმ არჩევნების შედეგს, რომელიც არის დაწერილი ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ და რომელიც არ გამოხადავს ქართველი ხალხის ნებასა და არჩევანს. ეს არის ის, რაშიც ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი, პარლამენტში არავინ შედის, მანდატებზე ოპოზიცია უარს ამბობს, ასეთია 4-ვე პროდასავლური გაერთიანების პოზიცია და ისინი არაპირებენ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ იმ პარლამენტს, ან იმ პარლამენტის წევრებს, ან იმ მთავრობის წევრებს, რომელიც ხალხს არ აურჩევია. სწორედ ეს არის მთავარი სათქმელი, რაზეც ახლაც თანხმდება ოპოზიცია, მაგრამ როგორ მიდის ახლა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი იქამდე, რომ გაფორმდეს გამარჯვება, რომელიც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი და ძალიან ბუნებრივი ინტერესია საზოგადოებაში იმის შესახებ, რა მოხდება მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორი გეგმა ექნება ოპოზიციას ხელისუფლების საპირწონედ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური კითხვა. ჩვენ ველოდებით 7 საათს, სადაც გაჟღერდება მოთხოვნები და გავიგებთ ოპოზიციის ზუსტი სტრატეგიის შესახებ. მოდით გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი ახლა სტუმრებთან ერთად, რომ გამომყვე. მოუწმინოთ, როგორია მათი სათქმელი, მათ შორის მე აქ ვხედავ მოქალაქეებს დიდი რაოდენობით, რომლებიც აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, მათ შორის ამ მსვლელობაში მონაწილეობით. გამარჯობა, რა სათქმელით მოხვედით დღეს აქ და რატომ მონაწილეობთ ამ მსვლელობაში? პირველ რიგში ევროპაში და კრიმინალური მთავრობა უნდა წავიდეს თავისი კრიმინალური
ჩატარებული არჩევნები უნდა განულდეს და ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. ძალიან დიდი მადლობა. გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ აქციის მონაწილეებთან. გოგონებო, ხომ არ მეტყვით თქვენ სათქმელს, თუნდა ძალიან მოკლედ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ხმების დაბრუნებას. დიდი მადლობა. ასეთია მათი პოზიცია, მაგრამ თავარი არის აქციაზე ყოფნა. ზოგს არ სურს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ასეთ შემთხვევები ხშირია, მაგრამ უკვე მარში მონაწილეობა, აქციაზე მონაწილეობა არის თავარი განაცხადი. მოგესალმებით. არ გნებავთ. მისია ეს ქვეყანა. ხომ არ მეტყვით თქვენ სათქმელს, რატომ ხართ აქ? იმიტომ რომ მოგპარეს ჩვენი არჩევანი. უნდა ვიჩქაროთ დეა რომ ჩვენი არაფრიალდეს რუსეთის დროშა. თუ არ ვიჩქარეთ, არ ვიცი რა, ესეთი მთავრობა ამ ხნის კალი ვარ და არა ვყოლია ჯერ. არა. რა აპრილიდან ქუჩაში ვდგევარ. ბატონო, რას ეთყოდით ქართულოც? მოშორდნენ აქედან თავი დაგვანებონ, რა უნდა უთხრა და დაგვიბრუნონ ჩემი ხვები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა დიდი კლუბახებას ხედავ ახლა და მასთან გავაგრძელებ მე საუბარს. ხო, საქართველოს ყავს თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც იბრალებს, რომ ხელისუფლებაშია, ოღონდ ისე, რომ ხალხს არ აურჩევია. პრინციპში ეს კარგი ინდიკატორია იმის, რა პოლიტიკურ მდგომარეობაშია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი. რა უნდა იყოს პასუხი? ოპოზიციისგან, ხალხისგან, აი საქართველოს თითოეული მოქალაქისგან. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ხშირად ვესაუბრები უკრაინაში ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს, ვისთანაც ერთად ოლში, ყინვაში, ბახმუტში. ათასი რაღაცა გამოვიარეთ ერთად. ისინი გვეხვეწებიან, გვეთხოვენ, გვევედრებიან, არ დანებდეს საქართველოს. ეს არის, აი, რომელსაც ვისაც არ უნდა ველაპარაკო ამ ბიჭებს, ყველა ერთი და იგივეს გვიმეორებს, არ დანებდეს საქართველოს. ეს არის ჩემი სათქმელი, ეს არის ჩვენი სათქმელი, ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და ეს მართლა სატანა პუტინის მოციქულები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. ჩვენ ამ ბრძოლას გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად გაგრძელდეს. საქართველოს იყო, საქართველოს არის და საქართველოს იქნება ყოველთვის და ამათან ერთად საქართველოს მომავალი არა, გვინდა ქვეყნის მომავალი. ვიბრძოლოთ უნდა. ქვეყანა სჭირდება ბრძოლა თავისუფლების. სხვა არაფერი არაა ჩემთვის. არც არჩევნები, არაფერი არ მაღელებს. მაღელებს ერთი, ჩემი ქვეყნის თავისუფლება და თავისუფლებას არავის არ დაუთმობთ არასდროს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ისევ შევყავდით, ალბათ რამდენიმე წამში უკვე განახლდება მსვლელობა. ხედავთ პოლიტიკოსებს, ისინი ერთმანეთში საუბრობენ, თათბირობენ და ალბათ ამის შემდგომ უკვე გაგრძელდება ისევ მსვლელობა დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმართულებით. ჯერ არის კიდევ 35 წუთი 7 საათამდე იქამდე ვიდრე აქცია უნდა დაიწყოს, დიდი აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც ელოდებიან მოქალაქეებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ თქვან საკუთარი სათქმელი მკაფიოდ მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ აქციას აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს იმ მიმართულებით, რომ პარტნიორებმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახონ, სად დგას ქართველი ხალხი. ეს ერთხელ ამის მანიფესტაცია უკვე იყო ორშაბათს ქართველი ხალხის მხრიდან, სადაც სიმრავლემ თქვა თავისი სათქმელი, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს. დღეს აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა ერთი პარტნიორების მიმართულებით, მაგრამ მეორე ხალხს, ოპოზიციამ უნდა უთხრას იმის შესახებ, რა იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. გასაგებია, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, მაგრამ ბოდიში. მაგრამ რა ფორმით? მოკეთ ამაზე ველოდებით პასუხს, მე დაგიბრუნდებით მოვლენათა განვითარების შესაბამისად. მადლობა. დეა მამისეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ის მოუყვება მსვლელობას რუსთაველის გამზირისკენ და როგორც უკვე გითხარით, შეკრების მთავარი ადგილი სწორედ რუსთაველის გამზირია. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც იქ მისულ მოქალაქეებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ და გააცნობენ სამოქმედო გეგმას. თუმცა ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე საპოლიციო ძალების მობილიზება არის უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზე. სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის ეზოშიც. ნინუცა კეკელია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ის იმყოფება პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე. გისმენ ნინუცა, რა ხდება ადგილზე? კეთი, ჯერ როგორც მაყურებელი კადრში ხედავ ჩემს ზურგს უკან არ არის ავტოსაგზაო მოძრაობა შეჩერებული, ანუ რუსთაველის გამზირზე ელოდებიან მსვლელობით, როდის ამოვლენ მოქალაქეები, თუმცა ჩვენს კადრებში ახლა თქვენ ხედავთ, რომ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა და როგორც ჭიჭინაძის ქუჩა, ასევე ჯიტაძის ქუჩა გადაკეტილია, აქ მხოლოდ პოლიციის მანქანები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მანქანები
მანქანები, ასევე სპეცრაზმის ავტობუსები და სახანძრო მანქანები გადაადგილდებოდნენ და კადრებშიც ალბათ ფანჯარაში ახლა თვალს ადევნებს მაყურებელი იმ განსაკუთრებულ მობილიზებას, რომელიც აქ ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ჩანიშნული იყო აქცია. ჩვენ გადავიღეთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობის ეზოში სპეცრაზმის ავტობუსები და სპეცრაზმის მობილიზება, ასევე პარლამენტში განთავსდა სახანძრო და სამაშველო მანქანები. აი ამ განსაკუთრებული მობილიზების მიზეზი ცხადია არავის აუხსნია ჩვენთვის, თუმცა წინა აქციაზე, როცა ასევე ფართომასშტაბიანი აქცია იკრიბებოდა აქ რუსთაველის გამზირზე, მსგავსი საგანგებო მდგომარეობა არ იყო მიღებული, არც ამდენი პოლიციელი იდგა მიმდებარე ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ახლა ქართული ოცნების ხელისუფლებაც ჩვენთან მოქალაქეებთან ერთად ელოდებიან იმ გეგმას, რომელსაც გააჟღერებს დღეს აქციაზე დაპირებისამებრ პროდესალური ოპოზიცია. ანუ როგორი იქნება სამოქმედო გეგმა, რადგანაც ახლა გადამწყვეტი ბრძოლა, ამას ყველა ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ უნდა შეარჩინონ ქართველი ხალხის ხმების მოპარვა, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ არ განსაზღვრავდა ეს არჩევნები მხოლოდ ხვალინდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც ისტორიულად განსაზღვრავდა ამ ქვეყნის მომავალს. მე ვთხოვ ჩემს ოპერატორს, რომ ჩავინაცვლოთ ქვემოთ რუსთაველის გამზირზე ნელ-ნელა იწყება ხალხის შეკრება. ჩვენ ვიცით, რომ მსვლელობით მოემართებიან რუსთაველის გამზირისკენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები, მოქალაქეები, რომლებიც დღესაც კიდევ ერთხელ აქ შეიკრიბებიან ცენტრალურ გამზირზე და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ქართული ოცნების ხელისუფლების ქურდობას, რასაც ფაქტობრივად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მომავალი წაართვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ ხალხს. ხედავთ რუსთაველის გამზირზე ნელ-ნელა ხალხი იკრიბება და გზა ჯერ არ გადაკეტილა, როგორც გითხარით, განსაკუთრებული მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გახსოვთ ალბათ, რომ არჩევნების წინ გომელაურმა თავის ახალი წყლის ჭავლების და სპეც ტექნიკის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ეს ერთგვარი დაშინების მცდელობა იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, თუმცა ამის მიუხედავად არასოდეს ამ თვეების მანძილზე არაერთი დარბევის და წყლის ჭავლის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეებს არ დაუთმიათ ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი და ისინი იდგნენ რუსთაველის გამზირზე. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება აქ და ჩვენ მთელი დღის მანძილზე ვესაუბრებოდით სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლებს, იქნებოდნენ ესენი სპორტსმენები, მუსიკოსები თუ ხელოვანები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ყველა ამბობს, რომ ახლა არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და ყველა მოქალაქის ვალია, რომ იდგეს ცენტრალურ გამზირზე, აჩვენონ ერთობა, აჩვენონ ქვეყნის შიგნით ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ არაპირებს ეს ხალხი დათმონ საქართველოს მომავალი და აპატიონ ქართული ოცნების ხელისუფლებას ხმების ქურდობა და რა თქმა უნდა მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ამ ქვეყნის არჩევანი არ არის ის, რაც გააფორმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად ფურცელზე. ამ ხალხის არჩევანი არის ამ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული მომავალი, იყოს ევროკავშირის წევრი. ცხადია, დღესაც ახალგაზრდები იქნებიან ამ პროტესტის ეპიცენტრში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, როგორია მათი განწყობა, რას ამბობდნენ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრეთ. ჩვენ ისინი ისევ მზად არიან, იყვნენ მთავარი მამოტივირებელი და მამოძრავებელი ძალა იმ დიდი პროტესტისა, რომელიც დღეს დაიწყო რამდენიმე თვის წინ, მაგრამ დღეს უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტოტალურად ყველამ კარგად ვიცით და უამრავი ფაქტი არსებობს ამისი. მნიშვნელოვანია დღეს 19 საათზე ყველანი ვიყოთ პარლამენტთან, უნდა ვიყოთ ბევრი ადამიანი. კიდევ ერთხელ უნდა გაუგზავნოთ ჩვენ მესიჯი ჩვენს დასავლურ პარტნიორებს და მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე შედგეს ისევ როგორც გვჩვევია ხოლმე ქართველებს უამრავი ხალხით და პროტესტის ყველანაირ ზომას მიმართავთ, სანამ ჩვენ მიზანს არ
მივახცევთ. ბრძოლა გრძელდება იმ შედეგამდე, სანამ არ მივახცევთ ახალ არჩევნებს და სანამ არ გავუშვებთ რუსულ ოცნებას თავის ადგილას მოსკოვში. გზავნილები იქნება ის, რომ ბრძოლა გრძელდება და ის, რომ ევროპელი მეგობრები გვეუბნებიან მკაფიოდ, თუ ეს თავრობა დარჩება, ისინი ჩვენთან შეწყვეტავენ ურთიერთობას, ხო? ამიტომ ჩვენ ახალგაზრდები არ ვეგუებით ამ ფაქტს. ჩვენი მიზანი არის, რომ გავუშვათ ესენი და დავუბრუნდეთ იმ ევროპულ მომავალს, რაც აქამდე ქონდა. პროცესი, რომელიც დღეიდან იწყება თბილისის ქუჩებში, კარგად უნდა გესმოდეს, რომ შეიძლება იყოს უკანასკნელი შესაძლებლობა ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების ხელში, რომ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლება ამ რეჟიმს გამოუწყოთ და გამოუღლიჯოთ ხელიდან. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტში საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რა თქმა უნდა, და კოორდინირებულად ერთობლივი ნაბიჯებით მივახცოთ საბოლოო ჯამში გარდამტეხ და გადამწყვეტ ცვლილებებს. ეს პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ მთელ მსოფლიოს, მთელ საქართველოს, მათ შორის არალეგიტიმურ ხელისუფლება ქართულ ოცნებას უნდა დავანახოთ, რომ ვარ ძალიან ბევრი ხელების ჩამოშვების დრო ახლა არ არის და არავის არ ჩამოუშვია ხელები, ჩვენ ვარ წელში გამართულები, ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი, მტკიცე, კანონის ფარგლებში თქონდა ყველაფერი, მაგრამ წინააღმდეგობა გაგრძელდება, მოძრაობა გაგრძელდება და ეს არის გასაღები ამ პროცესში. მაშინ, როდესაც ადამიანებს ართმევ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას, არჩევანის გაკეთების უფლებას, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, თავისუფლებისთვის დაბადებულ ადამიანებს ართმევ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და პარავ მათ და აყალბებ ტოტალურად, ლოგიკური არის, რომ საზოგადოებისგან მიიღებს სრულიად ლეგიტიმურ პროტესტს. სწორედ ამიტომ მივდივართ დღეს რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ რუსულ ხელისუფლებას, რომ მანამ სანამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაში, ვერც არჩევნებს ვერ გააყალბებენ და ვერც რუსეთისკენ ვერ შეგვიცვლიან გეზს. აი ეს ტერიტორია, სადაც მე ახლა ვიმყოფები და რომელსაც ძალიან ბევრი ბრძოლა ახსოვს დამოუკიდებლობისთვის ქართველი ხალხის მხრიდან, რამდენიმე წუთში უკვე ალბათ იქცევა ეპიცენტრად, შვიცაძეა, პროტესტის ეპიცენტრად შვიცაძეა, აქ საპროტესტო აქცია ჩანიშნული, ჩვენ ვიცით, რომ სრულობით მოემართებიან მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ, თუმცა შეკრება დაწყებულია. აქ ლევან სანიკიძეს ვხედავ, თუ შეიძლება რომ მობრუნდეთ ჩვენსკენ, მოგესალმებით, ხართ აქ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი მოქალაქე დადგეს, რა გზავნილია ეს, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი ხელისუფლებისთვის, ვინც მიიტაცა ეს არჩევნები, ასევე საგარეო პარტნიორებისთვის. მოგესალმებით, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე და თარიღი, იწყება უკვე პროტესტის ახალი ეტაპი, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი უნდა შევქმნათ ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. დღევანდელი აქციის მთავარი მნიშვნელობა არის ის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს ვაჩვენოთ, რომ ვართ ბევრი, ვართ მხნეთ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური და გაგრძელდეს ის პროცესი, რაც მიმდინარეობს და ამასთანავე გამოვხატოთ ის სამართლიანი ბრაზი და გულისწყრომა, რომელიც მათ შორის დღეს საქართველოს სამარცხინო პარლამენტის თავმჯდომარემ გვაჩვენა, როდესაც აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი არ იყო საქართველოს კონტროლ რუკაში გამოსახული, ამ ვითარებაში უბრალოდ წარმოუდგენელია სახლში დარჩენა და ყველას მოგიწოდებთ გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე და ერთად დავიცვათ ქართული სახელმწიფოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა. ჩვენ ახლა როცა ვიდრე მოვიდოდით ლევან არ წახვიდეთ, ვიდრე მოვიდოდით აქ რუსთაველის გამზირზე, მიმდებარე ქუჩებზე ვნახეთ, რომ განსაკუთრებული მობილიზება აქვს სპეცრაზმის და საპოლიციო ძალების ქართული ოცნების ხელისუფლებას. ეს რას ნიშნავს თქვენი აზრით? ეს არის რაღაც დემონსტრირება ძალის თუ ეშინია სინამდვილეში ქართული ოცნების ხელისუფლებას ქართველი ხალხის სიბრაზის? ზოგადად ძალის დემონსტრირება არის იმ დროს, როდესაც ეშინიათ. ჩვენ არ გვეშინია, მე მგონია, რომ 26 ოქტომბერი იყო რეალურად ის წითელი ხაზი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გააუქმეს არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ბოლო მექანიზმი ამოწურეს. ამიტომ არის აუცილებელი დღეს რუსთაველის გამზირზე დგომა, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ქვეყანას აუცილებლად ჭირდება ცვლილება, ვინაიდან და რადგანაც თუ კი ქართული ოცნება მოახერხებს ამ პარლამენტის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის ცნობას, ჩვენ მივიღებთ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას, ამ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებას და უბრალოდ ქართული სახელმწიფოს განადგურებას.
განადგურებას და მე მგონია რომ ეს არ უნდა დაუშვათ, უნდა დავდგეთ ერთად, მედგრად და რა თქმა უნდა ამის მთავარი ადგილი როგორც ყოველთვის არის რუსთაველის გამზირი, სადაც ველით უამრავ დემონსტრანტს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ლევან სანიკიძეს, ერთობა ნაციონალური მოძრაობის სპიკერს წევრს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ცხადია, პროტესტის ეპიცენტრი არის ისევ რუსთაველის გამზირი და როგორც ვხედავთ მიმდებარე ქუჩებზე ძალიან ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, ეს არის უფრო მეტად შიშის გამოხატულება. ნინო გოგინაშვილია აქ და გთხოვთ გადმოინაცვლოთ. ძალიან დიდი მადლობა. თუ გითხარით რატომ ხართ თქვენ აქ, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ერთობა, რომელსაც აჩვენებს ახლა ქართველი ხალხი და რა გზავნილია რუსთაველის გამზირიდან. რუსთაველის გამზირიდან დღეს არის ერთადერთი მთავარი გზავნილი, რომელიც გააჟღერა ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ამორჩეველმა და ეს გზავნილი არის, რომ ჩვენ არც ერთი მოქალაქე, თავისუფალი დემოკრატიის მსურველი მოქალაქე არ შევეგუებით ქართული ოცნების მიერ ხმების მიტაცებას, ესეთ ტოტალურ გაყალბებას და იმ პროცესს, რომელსაც საქართველოს მიყავს პირდაპირ რუსეთში. ეს არის გამორიცხული, ქართული საზოგადოება ამას არ შეეგუება, ჩვენ გამოვიყენებთ აბსოლუტურად ყველა კანონის ფარგლებში არსებულ გზებს, სამართლებრივს, ქუჩის ნაწილს, რომელიც ასევე სამართლებრივია და ასევე სამართლიანია, მაშინ, როდესაც დემოკრატიის გაქელვა და გადაბიჯება დემოკრატიაზე ხდება ასე უსირცხვილოდ მართველი პარტიის მიერ და უბრალოდ ეს არის ნათელი მესიჯი, თუ კიდევ ვერ გაიგო ქართულმა ოცნებამ, ჩვენ ამას ყოველდღე შევახსენებთ და გავუმეორებთ, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ გაყალბებას და ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის. ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ხმას და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, მანამდე ქართული ოცნება შვიდად ვერ იცხოვრებს თბილისში და ვერც საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ნინო გოგინაშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. ასეთი ავითარება რუსთაველის გამზირზე, მე ისევ ვთხოვ ჩემს ოპერატორს აჩვენოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იკრიბებიან მოქალაქეები, ასევე ველოდებით მსვლელობას, რომელიც შემოუერთდება რუსთაველის გამზირს. არ არის ჯერ ქუჩა გადაკეტილი, სცენა დამონტაჟებულია, პოლიციის განსაკუთრებულ მობილიზებაზეც მოგიყევით. 7 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო ჩანიშნული უკაცრავად ჩანიშნული აქცია, სადაც დღეს მთელი დღის მანძილზე გვიდასტურებდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომ აპირებენ კიდევ ერთხელ პროტესტით შეიკრიბონ და ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ უთხრან, რომ არ შერჩებათ ქართველი ხალხის ნების და ქართველი ხალხის ხმების ქურდობა. ნინუცა კეკელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან, სადაც სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს მასშტაბური საპროტესტო აქცია და რუსთაველის გამზირისკენ მიემართება უკვე საპროტესტო მარში. მსვლელობა დაიწყო სადგურის მოედნიდან. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში თუ არ ვცდები ელბაქიძის აღმართან იმყოფებიან. დეა მამისეიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ის მოუყვება მსვლელობას. გისმენდეა. ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და ქართული ხალხის ნება არ გამოიხატა ამ არჩევნებზე, ჩატარდა მასობრივი დარღვევების, მოსყიდვის, გაყალბების ფონზე და ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას, ჩვენ თვლით, რომ საქართველოს მოსახლეობა მაინც სხვა ადამიანები ამ ქვეყნის მმართველად, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მომავალს შესაბამისად, დღეს ოპოზიციას რაც შეეხება არის ისეთი ერთიანი პროდასავლური ოპოზიცია, როგორიც არასოდეს, დღეს ვდგავართ ერთად, აი ასე, ერთობით აუცილებლად დავიბრუნებთ გამარჯვებას, დავიბრუნებთ ხალხის მოპოვებულ გამარჯვებას, ქართველი ხალხის მოპოვებულ გამარჯვებას. თქვენ ხედავთ, რა ხდება, ხედავთ ქუჩაში როგორ გვიერთდება ხალხი და აი ასე ერთიანობით, ასე აუცილებლად ჩვენ დავიბრუნებთ მოპოვებულ გამარჯვებას. ოპოზიციამ ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა არჩევნებზე. რუსმა ოლიგარქმა ეს არჩევნები მოიპარა, მან გაძარცვა ქართველი ხალხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ასე ერთიანი ბრძოლით აუცილებლად ჩვენ შედეგს მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი და მთავარი ოცნება არის საქართველოს ქართველი ხალხის გარეშე და ხედავთ ხო ბოლო წლების განმავლობაში რამდენი ადამიანი აიძულეს რომ ქვეყანა დაეტოვებინათ. ხედავთ კიდე თქვენი ეთერის საშუალებით და ეს იქნება მარცხის ფორმულა ქართული ოცნებისთვის.
ჩვენ გვესმის ასეთი ტიპის განცხადებები, ახლა მე მკაფიო პოზიციას ველით უკვე ოპოზიციური სპექტრს ხელახალ არჩევნებს და ბუნებრივია ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ეს არის მთავარი მოთხოვნა, იმიტომ რომ არავინ აღიარებს იმას, რაც დაწერა და ბიძინა ივანიშვილმა და წაიკითხა გიორგი კალანდარიშვილმა და მთავარი არის მათ შორის პარტნიორების მხრიდან დახმარება, რასაც იღებს პრინციპში ქართველი ხალხი, იმიტომ რომ არავინ აღიარებს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგს, რითაც თითქოს და ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში დარჩა ქართული ოცნება. მოკედ რამდენიმე წუთში ვიქნებით რუსთაველის გამზირზე და დიდი ალბათობით მე უკვე დედაქალაქის მთავარი გამზირიდან დაგიბრუნდებით ჩართვით. დიდი მადლობა. დეა მამისეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მსვლელობა უკვე რუსთაველის გამზირზეა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სულ ცოტა ხანში დაიწყება. ახლა